თბილისში ელექტრომობილების დამტენი 2 სადგური გაიხსნა და სამუხტი სადგურები ევროპის მოედანსა და კუსტბის სასახლეთან დამონტაჟდა. ევროპის მოედანზე სადგური დედაქალაქის მერის მოადგილემ გახსნა. ირაკლი ლეკვინაძის თქმით, დედაქალაქის მერიამ ენერგოეფექტურობის პროექტების განხორციელების ახალისებისთვის კომპანია ISPACE უსასყიდლოდ გადასცა ადგილები სადგურების განთავსებისთვის. აღსანიშნავია, რომ ელექტრომობილების მფლობელები მანქანების დამუხტვა სადგურებზე უფასოდ შეძლებენ. 2017 წლის ბოლომდე საქართველოში სადგურების რაოდენობის 100-მდე გაზრდა იგეგმება. ჩვენ გადავეცით კონკრეტული მიწის ნაკვეთი აღნიშნული ლოკაციის განთავსებისთვის, ასევე მწვანეთ მოვნიშნეთ ის ტერიტორია, სადაც უნდა დაპარკინგდეს და დაიმუხტოს ავტომობილი, ასევე ელექტროენერგიის დანახარჯებს თბილისის მერია იღებს საკუთარ თავზე. გარდა ამისა, ჩვენ მუშაობთ შესაბამისი მიმართულებით, რომ პარკირება ელექტროავტომობილებისთვის თბილისში იყოს უფასო და მომავალში ვფიქრობთ ასევე, რომ თუ მოხდება თბილისის მერიის პარკის ჩანაცვლება, იქ გაჩნდეს პირველი ელექტრომობილები. შემდეგი წლის ბოლომდე უკვე შევხედავთ, როგორ ბაზარი განვითარდება და ჩვენი გეგმებით არის დაახლოებით კიდე 100-ის გახსნა უკვე საქართველოს მასშტაბით, მათ შორის ვფიქრობთ 3-დან 5-მდე სწრაფი დამტენის ავტობანზე ინსტალაციას.